მოგესალმებით. ვაგრძელებ ლექციათა კურსს ქრისტიანული სოხადრობის ძირითადი ელემენტები. დღევანდელი ლექციის თემაა თავისუფლების ქრისტიანული და სეკულარული ხედვა. აქ სეკულარული ხედვაში იგულისხმება ისეთი ხედვა, რომელიც ღმერთის არსებობას არ ითვალისწინებს. წინათ მატერიალისტური ასე რომ ვთქვათ. ჩემი ლექციის მიზანია ვაჩვენო, რომ აი თავისუფლების ასეთი ხედვა, სეკულარული ხედვა დეფექტურია. დეფექტური არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გამოუყენებელი არა. დეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება მუშაობდეს და რაღაც კრიტიკულ მომენტში შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი. ზუსტად ამის ჩვენება მინდა. საერთოდ თქვენ ვიცით, რომ თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური საკითხია ნებისმიერი მსოფლმხედველობის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თავისუფლებას და თუკი ფიქრობთ, რომ ვინმე ემუქრება ჩვენს თავისუფლებას, მას ტრად აღვიქონდეს. სწორიც ამაგან პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი საკითხია. და ადამიანებს განსხვავებულად ესმის და ძალიან ხშირად ცდებიან, როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობენ. ძალიან ხშირად რედუცირებული ხედვა აქვს. რედუცირებანი ნიშნავს ნაკლებოვანს, რასაც ისინი ლაპარაკობენ, შეიძლება თავისთავად არ იყოს სწორი, მაგრამ ნაკლებოვანია. ყველაფერს არ ითვალისწინებს. და ქრისტიანული თვალსაზრისით ბოროტება განიმარტება როგორც სიკეთის ნაკლებობა. ბოროტებაში რაღაც სიკეთეა, როგორც ნაკლებოვანი. აი ამ თვალსაზრისით შეიძლება შევხედოთ აი თავისუფლების საკითხსაც. აი სანამ გადავიდოდე, თქვათ, აი უშუალოდ დავიწყებდე ლექციას, მინდა აი ილუსტრაცია გავაკეთო იმისას, რომ არასწორი ხედვა. ძალიან ხშირად შეიძლება ჩვენს და ადამიანები, რომელსაც ჩვენ ხვდებით, თავისუფლებას აიგივებენ არჩევანთან, უბრალოდ არჩევანის კეთების უნართან. მაგრამ შეიძლება შინაგანი ინტუიციას გვეუბნება, რომ ეს არასწორია. აი წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, თავისუფლება წარქმეული აქვს. ის არ აიგივებს თავისუფლებას არჩევანის უნართან, იმიტომ რომ ციხეშიც კი, როდესაც არის პატიმარი, იქაც აქვს შესაძლებლობა ამ არჩევანის უნარის გამოყენებისა, თქვა. თუ შეთავაზებენ ყავას ან ჩაის, აირჩევს იქიდან, რომელიც უნდა, ან კიდე პატიმრებს აქვს უფლება, რომ თქვა დღეში რამოდენიმე საათი საკანიდან გამოვიდნენ, გაისეირნონ და ამაზე უარ სიტყვის. მაგრამ მისთვის თავისუფლება ასოცირდება და გაიგება როგორც თავისუფლებაზე ცხოვრება. არა როგორც არჩევანის უნარი, არამედ ცხოვრების ხარისხი და ცხოვრების პირობები. ადამიანი მოკლებულ შეძახის თავის თავს, რომ არა აქვს თავისუფლება, იმიტომ რომ არ შეუძლია იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც მისთვის ნორმალურია. ანუ თავის ოჯახში და თავის მეგობრებთან ერთად. ცხოვრებაზე გადააქვს აქცენტი. აქედანაც ჩანს, რომ უბრალოდ არჩევანზე, უფლებაზე დაყვანა თავისუფლებისა არასწორია, რედუცირებულია, არასწორი ხედვაა. წმინდა მამები, როდესაც ლაპარაკობენ, ამას ჩვენ მე გავშლით უფრო მოგვიანებით, როდესაც ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, სწორგაგებაზე, ძალიან ხშირად მოყავთ მერცხალის მაგალითი. მერცხალი ძალიან საინტერესო ფრინველია. დაბადებულია ფრენისთვის, შეუძლია მთელი დღეები ფრინოს, ძინავს კიდეც იქ იკვებება. უბრალოდ ბუდეს იკეთებს იმიტომ, რომ კოცხები დატოს. თორე შეუძლია სულ ჰაერში იცხოვროს, არ იღლება იქა და აი, როგორც გითხარით, ძინავს კიდეც, მაგრამ ერთი უცნაური თვისება აქვს მერცხალს, რომ ის არასოდეს მიწაზე არ ჯდება, იმიტომ რომ აფრინდეს, უნდა ჩამოვარდეს რაღაციდან, უნდა დაბლა დაეშოს და მაშინ აი ჰიდრავლიკის კანონების მიხედვით დაშინ დაიწყებს ფრენას. აი სწორი ზედაპირიდან აფრენა არ შეუძლია, იმიტომ არასოდეს მიწაზე არ ჯდება და ნეტარ ავგუსტინსა სხვა წმინდა მამებსაც მოყავს ეგეთი მაგალითი. წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ დავიჭირეთ მერცხალი. და ის დავშვით სწორ ზედაპირზე, მიწაზე ან სხვაგან. ვერ აფრინდება იქ. თუმცა დეტერმინირებული არაა, შეუძლია მარცხნივაც წავიდეს, მარჯვნივ, წინ და უკან. არჩევანის უფლება აქვს, მაგრამ აღარ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მისთვის ყველაზე ბუნებრივია, ანუ იყოს ჰაერში იცხოვროს. თუ შემდეგ დიდხანს დარჩება მიწაზე, შეიძლება დაავიწყდეს ის გამოცდილება, რომელიც ფრენაა, ხო? აი წმინდანებიც ამბობენ, თავისუფლება უპირველეს ყოვლისა უნდა ასოცირდებოდეს ცხოვრების ტიპთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, ამიტომ ამბობენ ეს წმინდანები, რომ თავისუფლება უპირველეს ყოვლისა მომავალი საუკუნის საიდუმლოება, ანუ რას ნიშნავს თავისუფლება, ადამიანები გაიგებენ ამას მომავალ საუკუნეში. როდესაც ახალი ტიპის, სულიწმინდისა მადლისმიერი ტიპის ცხოვრება იქნება, აი მაშინ გამოჩნდება რას ნიშნავს თავისუფლების ნამდვილი არსი. არის ესეთი მაგალითები, ჩვენ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ბევრს გაგვიგია, რომ კომუნისტებმა ააშენეს საშნელი გულაგები. ზოგადად ციმბირში იყო. საშნელ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ ადამიანები და იქ იყო ძალიან ბევრი ინტელექტუალი. აი თქვა ბოლშევიკურ რევოლუციამდე დადიოდნენ უცხოეთში, იყვნენ დიდი მწერლები, დიდი მუსიკოსები, კომპოზიტორები, მსახიობები, იურისტები და ასე შემდეგ, რომლებიც აღმოჩნდნენ გულაგში და ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ აი ციმბირში სადღაც რო იყო გულაგი, იქაური ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო, იმას ხშირად ბადრაკად აყავდათ. ზოგიერთი აღწერს ასეთ სცენებს, რომ
აი ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი არ უნახავს, ის ლაპარაკობდა რომ მე ვარ თავისუფალი და უყურებდა იქ გულაგში მყოფ ადამიანებს როგორც ტყვეებს. ფორმალურად რა თქმა უნდა მართალი იყო. ის იურიდიულად თავისუფალი იყო, მაგრამ მისი ცხოვრება არსებითად არ განსხვავდებოდა ამ გაუბედურებული ხალხის ცხოვრებისაგან, მთელ დღეებს ატარებდა მათ ყურებაში, აი ამ გულაგში მყოფი ხალხისა და აი ერთ-ერთ წერილს ეს აღწერა იქ მყოფ ადამიანს ეცინებოდა, როდესაც ეს ადამიანები ლაპარაკობდნენ, რომ ის თავისუფალი, იმიტომ მან არ იცოდა. არ ქონდა გამოცდილება იმ ძალიან შინაარსიანი კულტურული და სოციალური თვალსაზრისით დიდარი ცხოვრებისა, რომელიც ქონათ აი ამ პატიმრებს დაპატიმრებამდე. ეს თავისუფლება უნდა გავიგოთ, როგორც ცხოვრების შინაარსი, როგორც სათნოება და არა მხოლოდ უნარი. ქრისტიანულ თვალსაზრისით რო განვიხილოთ თავისუფლება რა არის? გავიხსენოთ ამოდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელსაც ხედავთ წინდა წერილში. რა წერია იქ? იესო ქრისტე რას ამბობს? ვინც ცოდვას ჩადის, ცოდვის მონაა. ასევე ლაპარაკობს, შეიცანით ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება გაგანთავისუფლეთ თქვენ. და მე ამბობს, რომ მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება. აქედან რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ თავისუფლება უპირველეს ყოვლისა სათნოებაა. სათნო ცხოვრება, ცხოვრების ტიპს გულისხმობს. შენ თავისუფალი ხარ თუ არა ხარ თავისუფალი, ეს ქრისტიანული ხედვა, ეს დამოკიდებულია შენი ცხოვრების წესზე, შენი ცხოვრების ხარისზე. ცოდვილი ცხოვრობ თუ თავისუფლად ცხოვრობ და არა არჩევანზე. რა თქმა უნდა, ესეც არ გამოირიცხება, თავისუფალი ვერ იქნები თუ კი არჩევანის უნარი არ აქვს, მაგრამ ეს საფუძველია თავისუფლების და თავისუფლების არსს. ჩვენო ვაკეთებთ არჩევანს, ეს არის უნარი. მაგრამ თავისუფლება ამ უნარის სწორად გამოყენება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს უნარი ვიაზროვნოთ ან ვიაროთ, მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ჩვენ სათნოდ სწორად ვიყენებთ ამ სიარულის, მეტყველების ან აზროვნების უნარს. შეიძლება ადამიანმა ისე იაზროვნოს, რომ თავის დაიზიანოს და სხვებიც. ზუსტად ესეა. თავისუფლება შინაარსია, დაიყვანება არა უნარზე, ის არ არის მემკვიდრეობითი. თავისუფლება უნდა მიიღწეოდეს სათნო ცხოვრებით, შინაარსიანი ცხოვრებით, გამიზნული უნდა იყოს. ის არ მიიღება მემკვიდრეობითად. და გარანტიას ვერ მოგცემს, რომ შენ თავისუფალი გახდები, იმიტომ რომ ძალიან კარგი კანონები დაწერეს პარლამენტში. მე იმას არ ვლაპარაკობ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა აქვს. მაგრამ თავისუფლების ცნება კიდევ ვიმეორებ, არ დაიყვანება იურიდიულ პროცედურებზე. შენ ვერ გახდის თავისუფალს იურისტი ან პარლამენტარი. ისე, რომელიც იესო ქრისტეს სიტყვები მოიყვანეს, რას ნიშნავს? რაც უფრო უახლოვდება ადამიანი იესო ქრისტეს, იესო ქრისტე ლაპარაკობს მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება, და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ, მით უფრო თავისუფალი ხდება ადამიანი. აი ჩვენ ამ თავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა არის ნამდვილი გაგება თავისუფლების. და რაც უფრო შორს ახარ იესო ქრისტესაგან, მით უფრო კარგავ თავისუფლებას, თუმცა შეიძლება დარწმუნებული იყოს შინაგანად, რომ მე თავისუფალი ვარ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ჩემი ლექსის პათოსი ეს იქნება, რომ ჩვენ რაც უფრო უახლოვდებით ქრისტეს, რაც უფრო სათნოებით ცხოვრობს, მით უფრო ღრმად გვესმის თავისუფლება და ვახცევთ ჭეშმარიტ შინაგან თავისუფლებას. შინაგანი და გარეგანი თავისუფლება არ არის ერთ და იგივე. აი ამაზე ვისაუბრებ. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა ასწავლის ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან, ხომ? ეს არის სხეული, საფშინველი და სული. აი სხეული რაც არის ბიოლოგიური ნაწილი, მას დიდი ახსნა არ ჭირდება. საფშინველი რა არის? საფშინველი ეს არის სულის ის ნაწილი, რომელიც განაგებს მეტაბოლიზმის იქნება ჩვენი ორგანიზმის ქვეცნობიერ ცხოვრებას და ამავე დროს ის შეიცავს ჭკუის ელემენტებსაც. აი ჩვენ ადრე ლექციებზე ვახსენეთ რა არის ჭკუა. ჭკუა გველაპარაკება გვიჩვენებს გზას ჩვენი რაღაც მიზნის მისაღწევად. აი ჭკუის ელემენტები ჩვენ ადრე ვთქვით ცხოველებსაც გააჩნიათ. ცხოველებს აქვს საფშინველი, მაგრამ არ აქვს სული. ესე რო ვთქვათ, აი ლოჯისტიკური ელემენტია. საფშინველიც შეიცავს გონების ელემენტებს, რომელიც გვიჩვენებს მიზნის მისაღწევად, რომელი ოპტიმალური გზა ავირჩიოთ. და რატი ეს გზის არჩევანს გულისხმობს, ეს რა თქმა უნდა ზნეობის განზომილებასაც შეიცავს, იმიტომ რომ აი მიზნის მისაღწევად ზოგიერთი გზა არის მორალური და ზოგი ამორალური, მაგრამ ამორალურია, როდესაც ვირჩევთ ისეთ მეთოდებს და გზა ჩვენი მიზნების მოსაღწევად, რომელიც სხვას აზიანებს. და პირიქით მორალურია, როდესაც სხვის ინტერესებს, სხვის კეთილდღეობას ითვალისწინებს, ან კიდე ითვალისწინებს მორალურ პრინციპებს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ჩვენში არსებული სული ეს უფრო პოტენციაა, რომელიც აქტიურდება სულიწმინდის ან ღვთაებრივი მადლის მოქმედების შედეგად. აი აქედან გამომდინარე, რა კი ადამიანის შედგება სამი ნაწილისაგან, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ თავისუფლების სამი ტიპის გაგებაზე. ეს არის ხორციელი გაგება თავისუფლებისა, ეს არის ზნეობრივი, ანუ საფშინველისეული თავისუფლება და ეს არის სულიერი თავისუფლება. აი ჩემი ლექცია მიეძღვნება ამ საკითხს და მე ბოლოს კიდე ვისაუბრებთ, რატომ არის ძნელი თავისუფლების გაგება და მისი განმარტება და რატომ ცდებიან ასე ადვილად ადამიანები.
როდესაც ვლაპარაკობთ რომ ადამიანი ყველაზე შორსაა ღმერთთან, გულისხმობთ მის სომატურ ასპექტს. წარმოვიდგინოთ ადამიანი ყველაზე დაშორებულია ღმერთისაგან, რას გულისხმობს ეს, რა თქმა უნდა, არა გეოგრაფიული თვალსაზრისით, არა რაღაც მანძილის, არა. ადამიანი დაშორებულია ღმერთისაგან, როდესაც აღარ ითვალისწინებს ღვთაებრივ ცნებებს და მთელი მისი ცხოვრება და ინტერესები კონცენტრირებულია სიამოვნებაზე. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მისი ცხოვრების მიზანია მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. სიამოვნებისთვის ცხოვრობს მარტო ხორცელი ინტერესები აქვს. აი ასეთი ადამიანისთვის როგორია თავისუფლება? თავისუფლება ერთის როგორც არჩევანის თავისუფლება, ანუ ყველაზე დაბალი გაგება, უნარიუმისა. ამას ეძახიან აი გასტრონომიის თავისუფლებას. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც შედის დიდ მაღაზიაში და თქვა თუ უყვარს იოგურტი ან რაღაც დასაცმელი, ხო? და ის ეძახის თავისუფლებასაც, რაც უფრო ფართია ასორტიმენტი ამორჩევის შესაძლებლობა და აქვს უფლება აირჩიოს ის, რაც სურს. რაკი ჩვენს ეპოქაში ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი მიზნებისთვის ცხოვრობს. აი ამ მიწიერი ინტერესები აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეძებს თავისუფლებას. ამიტომ ისინი თავისუფლებას უპირველეს ყოვლისა უკავშირებენ მის ლეგალურ ასპექტს. ესე მე თავისუფალი ვარ იმ შემთხვევაში, თუ კი მაქვს უფლება ავირჩიო და მივსდიო იმას, რაც სურს. და ამიტომ ყოველთვის როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, დაყავთ ეს საკითხი, რამდენ გარანტიას გაძლევს სახელმწიფო, როგორი კანონებია შექმნილი და ასე შემდეგ. უფლებებზე საუბრობ. კიდევ ვიმეორებ ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამაზე არ დაიყვანება თავისუფლება. ჩვენ თუ დავიყვანთ თავისუფლებას, ხოლო არჩევანის თავისუფლებას და ჩვენს უფლებაზე მივსდიოთ ის, რაც გსურს, ამან შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მივიყვანოს, საერთოდ დავკარგოთ თავისუფლება. რეალური თავისუფლება. აი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც თავის მშობელს ეუბნება, რომ მე კანონს არ დავარღვევ, თუ კი დღე და ღამე ვითამაშებ კომპიუტერულ თამაშებს, ვიტყვი ეს სიამოვნებს. არავის არ ვაზარალებ, კანონის საწინააღმდეგო არ არის, იყიდება ეს აპარატები, რითაც ვითამაშებ და აკეთებს ჩემთვის სასიამოვნოა და კარგია, მთელი დღეები ამას გავაკეთებ. თუ კი მშობელი დაეთანხმება, რომ ბავშვი მთელი დღე და ღამე ითამაშებს კომპიუტერულ თამაშებს, მხოლოდ იმ საბაბით, რომ ის სხვას არავის არ აზარალებს, ეს ბავშვი დაკარგავს ნამდვილ თავისუფლებას. როგორ თავისუფლებას? კარგი ცხოვრების მოპოვების შანსს. რატომ? დაკარგავს სოციალიზაციის უნარს, ვერ მიიღებს განათლებას, ამიტომ როდესაც წამოიზრდება და არჩევანი უნდა გააკეთოს ხარისხიან ცხოვრებას და უხარისხო ცხოვრებას შორის, ეს არჩევანი ფაქტიურად აღარ იქნება. და არ იქნება ის უნარები განვითარებული, რომელიც ადამიანის ცხოვრებას შინაარსიანს წარმატებულს ხდის. თუ ჩვენ გავიგებთ, რომ თავისუფლება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავირჩიო ის, რაც სურს და ის გავაკეთო, ამას მივყავართ პირიქით თავისუფლების დაკარგვაზე ეს პარადოქსული შედეგი. ასეთ ადამიანებზე, რომელიც მთლიან მხოლოდ სიამოვნებაზე არიან ორიენტირებული, ძალიან ბევრს წერდა კირკეგორი და ამბობდა, რომ ესთეტიკური ტიპის ხალხს ეძახის ჩვენ ადრე ვახსენეთ, რატომ? იმიტომ რომ არსებითად ყველა ეს ადამიანი ერთ და იგივეა. ცხოვრების მათი დრაივი არის არაპასუხისმგებლობა ვიღაცის ან რაღაცის წინაშე, არამედ მაქსიმალური სიამოვნების მიღება, ხო? ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან უბრალოდ იმით, რომ განსხვავებული გემოვნება აქვთ, ანუ ესთეტიკურ ადამიანებს ეძახის ამას. ესთეტოს ეს ბერძნულად ნიშნავს გზნობას, ანუ გზნობაზე არიან ორიენტირებული სიამოვნების გზნობას და მეორე ერთმანეთისგან ფაქტიურად იმით განსხვავდებიან, როგორც ვთქვით, რომ განსხვავებული რაღაცა უყვარს, ზოგს უყვარს ლიტერატურა, ზოგს უყვარს ფული, ზოგს უყვარს ქალები, თქვა, ზოგს უყვარს კვება და ასე შემდეგ. აი ამით განსხვავდება, მაგრამ მათი მთავარი დრაივი ეს არის სიამოვნების მიღება. აი ასეთ ადამიანებს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, თარი შთაბეჭდილება, რომ ისინი არიან თავისუფლები, იმიტომ რომ აკეთებენ იმას, რაც სურთ, მაგრამ კირკეგორი ამბობს, რომ პირიქით საშინად დამონებულები არიან. საკუთარი ორიგინალობა აღარ აქვთ, აი რა აზრით გულისხმობს ამას გეტყვით ახლა, ამას იგივეს იმეორებს ტოლსტოი ანა კარენინაში. ასეთ სიამოვნებაზე ორიენტირებული ადამიანები ყველაზე დამონებულები არიან. მაიმუნივით ბაძავენ ვიღაცას. ეს რა ეფექტია ახლა როგორა? ჩვენ აქ სიამოვნებს, ჩვენ გვსიამოვნებს ის, რაც ძალიან პრესტიჟულია, მისი ფლობა. აი რატომაა, რომ დიდი სახელოვანი სპორტსმენები რო არიან, სელებრიტები, თქვა ეს მესი იქნება, რონალდო თუ სხვა, კოლოსალურ თანხას უხდიან, რომ თქვა აი დაждენ მერსედესის მანქანაზე როლექსის საათი გაიკეთონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ასეთი სელებრიტები აი ამ ნივთებს ანიჭებენ პრესტიჟს და ადამიანებს სიამოვნებს ფლობდნენ იმას, რაც პრესტიჟულია. როდესაც ადამიანს გონია, რომ ის თავისუფალია, იმიტომ რომ ფლობს იმას, რაც ყველას მოწონს და რაც პრესტიჟულია, სინამდვილეში მაიმუნით ბაძავს ვიღაც სელებრიტს, ცნობილ ადამიანს. მათ აქვთ პრეტენზია, რომ ისინი არიან ორიგინალურები, აი ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ექსტრავაგანტულები არიან, რაღაცით უნდა გამოირჩეოდნენ ასეთ ადამიანებს, როცა სიამოვნებაზე არიან ორიენტირებული.
უბრალოდ ორიგინალობით კი არ გამოირჩევიან ექსტრავაგანტულობით, ყურადღება მიიზიდავენ, იმიტომ ორიგინალური სიტყვა origin არის ლათინურ ენებში წარმომავლობას ნიშნავს, წარმოშობას. ადამიანი ორიგინალურია მაშინ, როდესაც არ ღალატობს მის წყაროს, რაც მისთვის ავთენტური, რაც მისთვის ორგანულია, როდესაც იმას ინარჩუნებს, მაშინ არის ორიგინალური. და არა იმითო სხვებისაგან განსხვავდება და ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა. მაგალითად, ადამიანი არის ორიგინალური, მისი ნამდვილი გაგებით, რაც უფრო ახლოს დგას მის ავთენტურობასთან, მის წყაროსთან. origin, როგორც გითხარით, ასე განმარტავს ამას კიერკეგორი. ამიტომ ადამიანი, რომელიც ძალიან სიამოვნებაზეა ორიენტირებული, სინამდვილეში სხვისი მონაა, ბაძავს სხვას. და ესე თავისუფლება ძალიან დეფექტურია. აი ესე კიერკეგორი ასეთ ადამიანებს ადარებს ისეთ მდიდარ კაცს, რომელსაც უზარმაზარი სასახლე აქვს. ძალიან დიდებული ოთახები და დარბაზები და ეს მდიდარი კაცი ჩაკეტილია მის საკუჭნაოში, იმიტომ რომ გვერდით სასოსნავია და სასახლეს ვერ იყენებს, იმ დარბაზებში ვერ ცხოვრობს. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ სიამოვნებაზეა ორიენტირებული. ასეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრობენ, ვერ იყენებენ სწორად იმ უნარებს, რომელიც მათ აქვთ. ამიტომ მათი თავისუფლება არის დეფექტური და ნაკლებანი. ეს არის პირველი ყველაზე ცუდი გაგება თავისუფლებისა და როგორც გითხრათ, ასეთ გაგება თავისუფლებისა ძალიან საშიშია, იმიტომ რომ წარმოშობს ილუზიებს, არასწორ გაგებას თავისუფლებისა და ამაზე ვილაპარაკობ. და ერთ-ერთი გაგება არასწორი რა არის? იცით რა, აქ რო ცდებიან ადამიანები, იმიტომ კი არ ცდებიან, რომ ისინი სულელები არიან. არა, უბრალოდ არასწორი პოზიცია აქვს. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ადამიანს სული გააჩნია, არ დაიყვანება ადამიანი მხოლოდ მის სხეულზე და მის სიამოვნებებზე. აი, ბევრს ალბათ თქვენგანს გაუგიათ, რამდენად პოპულარული იყო, თქვა ჟან-პოლ სარტრი. მე-20 საუკუნის ერთი ინტელექტუალური ვარსკვლავია, ძალიან გავლენიანი ფილოსოფოსი იყო, ახლა იმდენად არა. და ჟან-პოლ სარტრი როგორ განმარტავდა თავისუფლებას? ის ამბობდა, რომ მისი არასწორი კონცეფცია და ახლა ვნახოთ რაში მდგომარეობს მისი არასწორი. ჟან-პოლ სარტრი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, ეგზისტენციალური ფილოსოფიის თავისებურება რა არის? ის ამბობს, რომ ჩვენი ცხოვრების შინაარსი დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე. ჩვენს ადამიანობას, არა მარტო ჩვენს კერძო ცხოვრებას, არამედ საერთოდ ადამიანობას ქმნის ჩვენი არჩევანი და ჩვენ ყოველთვის დგებით ეგზისტენციალური არჩევანის შესახებ. ეგზისტენციალური არჩევანი არის ზუსტად ისეთი არჩევანი, რომელიც ჩვენს ცხოვრების ხარჯს, ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს მეს და საერთოდ ადამიანურ ბუნებასაც განსაზღვრავს. და ეს სარტრი ამბობს, რა კი ჩვენ ადამიანები ვართ და განსხვავდებით, თქვა, ცხოველებისაგან, უსულოსაგნებისაგან. ითი განსხვავდებით, რომ თავისუფლება ვართ. ამიტომ შენ როგორც ადამიანი ვალდებული ხარ რეალიზაცია გაუკეთო ამ შენ თავისუფლებას. ყოველთვის გააკეთო არჩევანი. არასოდეს არ დაუჯერო საზოგადოებას, არ დაემორჩილო, რომელიც შენ და რაღაც გარკვეულ აქტებს და ცხოვრების ტიპს ელოდება. უნდა ყოველთვის გააკეთო განსხვავებული. აი შენ გაქვს რაღაც პროფესია, ხარ თქვა ქალი, ან ხარ მამაკაცი და საზოგადოება შენგან ელოდება რაღაც წესებს, რომ ასე და ასე უნდა მოიქცე და სარტრი ლაპარაკობს ეს. შენ ყოველთვის არჩევანი უნდა გააკეთო, არ უნდა დაემორჩილო გარემო შეხედულებებს. უნდა შენი თავი თვითონ შექმნა თავისუფალი არჩევანის შედეგად. რაც უფრო ხშირად გრძნობ არჩევანის აუცილებლობას, ეგზისტენციალურ აუცილებლობას, რაც უფრო ხშირად გიწევს ეს არჩევანი გააკეთო, მით უფრო ხარისხიანია შენი ცხოვრება, მით უფრო თავისუფალი ხარ. ეს არის სარტრის შეხედულება, რომელიც ფუნდამენტალურად არასწორია და ამაზე ვისაუბრებ. ძალიან საინტერესო ერთია. ქრისტიანობის ისტორიაში არის ცნობილი ესეთი ერესი პელაგიანიზმი. ეს პელაგიუსი ერეტიკოსი, ანუ არასწორად ასწავლიდა ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ პელაგიუსთან ჩანს არასწორი პოზიცია სარტრისა. ისიც თქვა, აი პელაგიუსი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ ადრე ლექციაზე ვახსენეთ მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა რას ასწავლის, რომ ადამის და ევას დაცემის შედეგად, პირველყოფილი ცოდვის შედეგად დაზიანდა ადამიანური ბუნება. რას გულისხმობს ქრისტიანობა ადამიანური ბუნების დაზიანებაში? ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ადამიანური ბუნება ვნებებით აღჭურვილი, რომელიც ვერ ქაჩება ცოდვისაკენ. აი ხშირად ადამიანს არ უნდა რაღაც ცოდვა ჩაიდინოს. აი უყოთ მაგალითად სასმელი უყვარს, ან ნარკომანია, ან რუშია. აი გონებაში გადაწყვეტს, მოდი ამ ცოდვას აღარ ჩავიდენ და მაინც ჩადის. ჩვეულებრივი ადამიანი კი პავლე მოციქულის კი ლაპარაკობს, რომ მე არ მინდა რაღაც ცოდვა ჩავიდო, ვიცი ეს არის ცუდი, ვიცი რა არის კარგი, მაგრამ მის მაგერად რომ კარგი გავაკეთო, მაინც ბოროტს ვაკეთებ, იმიტომ ჩემში ცხოვრობს ის დაცემული ადამიანური ბუნება. ეს არის ქრისტიანული სწავლება. და ამაში ხედავენ ქრისტიანები ჩვენი 60-დან გამოდევნის შემდეგ ადამიანის მთავრეს პრობლემას, ადამიანური ბუნებისას, ეს პრობლემას რომ მიდრეკილი ვაკეთებ ცოდვისაკენ. ამას უარყოფდა პელაგიუსი. მაგრამ ნახეთ რა ლაპარაკობდა. თუ ჩვენ უარყოფთ რომ მემკვიდრეობით ვიღებთო აი დაცემულ ადამიანურ ბუნებას, მაშინ პელაგიური სვამს კითხვას, რა არის ის პრობლემა,
რამაც გააუარესა ჩვენი ცხოვრება 60-დან გამოდევნის შემდეგ და ნახე საპარკო სრულიად საპირისპიროს იმას, რასაც სარტრი. მე იმას კი ვლაპარაკობ, რომ პელაგიუს უფრო ჭკვიანი იყო ვიდრე სარტრი, მაგრამ რაკი ქრისტიანული პოზიციიდან, თუნდაც დამახინჯებული პოზიციიდან უყურებდა უფრო გრმა, უფრო სწორი ხედვა ჰქონდა. პელაგიუსი ამბობს, ყველაზე ფუნდამენტალური პრობლემა, რაც ადამიანებმა შეიძინეს 60-დან გამოდევნის შემდეგ იყო ის, რომ მუდმივად არიან იძულებული არჩევანი აკეთონ. 60-ში ნათქვამია მხატვრული ხერხით, რომ ადამიანს ესოდა ღმერთის ხმა. ეხლა რა თქმა უნდა, მის პირდაპირ გაგება არ შეიძლება ღმერთის ფეხით არ დადის და მის ფეხის ნაბიჯები არ ისმის, მაგრამ აქ ეს მხატვრულად გეუბნება წინა წერილობ ძალიან ახლოს იყო ადამი ღმერთთან, მისტიკური კავშირი ჰქონდა, უშუალო პიროვნული კავშირი ღმერთთან. აი ამის სიმბოლოა ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ეუბნებოდა მისტიკურად რა არის კარგი და რა არის ცუდი. და მას შეეძლო ამოერჩია ყველაზე საუკეთესო და ის ეკეთებინა. ესე თავისუფლება 60-ში ეს იყო, რომ შენ გწოდნოდა რა არის ყველაზე კარგი და დაუბრკოლებად წასულიყავი ამისაკენ. და ყვარებოდა ისაც ყველაზე კარგია. აი როდესაც გამოდევნესო 60-დან ადამი და ევა ზუსტად ეს დაკარგა. დაკარგა ცოდნა იმის რა არის საუკეთესო, ამიტომ გამუდმებით ორჭოფობს რა არის კარგი. სხვა ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები უდიდეს ძალიან ბევრი, აი თქო კირკეგორი იქნება ეს თუ ჰაიდეგერი თქვა, აი დაზაინზე ლაპარაკობს თავრუხვევა თავისუფლებისა კირკეგორი. რას გულისხმობს? ეს ძალიან ძიმე წვირთი გახდა ადამიანისთვის მისი თავისუფლება, იმიტომ სწორი რა არის, არჩევანი გააკეთოს არ იცის. ამას მოაქვს შინაგანი შპოთი. ისი თქმა უნდა. ლუთერიც ამას ლაპარაკობდა და აი მაგალითად პელაგიუსიც. პირიქით არისო. თუ შენ გამუდმებით გჭირდება არჩევანის კეთება იძულებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება აღარ აქვს. იმიტომ აი ნეტარი ავგუსტინეცაოს თუ შენ გინდა დაახასიათო რა არის არსი თავისუფლება, არის სიყვარული და არა არჩევანი. აი ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოგიდგენთ ახალგაზრდა დედას გაუშვდა შვილი. და მას ძალიან უყვარს, მაშინ ბუნებითად არის ჩადებული სიყვარული თავისი შვილისა. და სიამოვნებს და უყვარს ეს. შეიძლება ძალიან აზღუდავს. აი წარმოგიდგენთ ადრე ქონდა სოციალური ცხოვრება, დადიოდა თავის დაქალებთან, თქვა რაღაც საქმეებს აკეთებდა, ბევრი თავისუფალი დრო ქონდა, მაგრამ შვილი რომ გაუშვდა უკვე ასეთი სოციალური ცხოვრება აღარ აქვს, იმიტომ პატარა ბავშვის გაზდა ითხოვს ძალიან დიდ დროს და ენერგიას. მაგრამ აბა მიდით ამ დედასთან და უთხრათ, რომ მოდი აი რა კი ეს პატარა ბავშვი ამდენ დროს გართვეს, სულ ტირი, სულ ყურადღება უნდა მიაქციოთ, შენთვის თავისუფალი დრო აღარ რჩება, მოდი გააშვილე შვილი. ხო თვალებს ამოგთხრის არა? რომ უყვარს და მისი ცხოვრების შინაარს ხედავს აი ამ ბავშვის მსახურებაში. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, თუ კი ამ დედას გაუჩნდება ესეთი ეგზისტენციალური პრობლემა, გავზარდო ჩემი შვილი, თუ ის ბავშვთა სახში ჩავაბარო, თქვა, ეს მისი თავისუფლების გამოხატულება კი არ იქნება, არამედ იქნება გამოხატულება იმის, რომ ამქას ფუნდამენტალური პრობლემა აქვს. რაღაცა პრობლემა აქვს, რომელიც ხელს უშლის, გაკეთოს ის, რაც მისთვის ბუნებრივი და ყველაზე საყვარელი რაღაც უნდა იყოს, გაზარდოს თავისი შვილი. აი თქვა წარმოვიდგინეთ ახალგაზრდა კაცი. და სანამ ვინმე გოგო შეუყვარდება, თვალებს აცეცებს, ნუ კარგი აზრით, იმიტომ ბევრი გოგო მოწონს და არ იცის რომელია კარგი, თქვა. უყურებს საკ. საკმარისია ერთი ვიღაც შეხვდეს, რომელსაც ნამდვილად უყვარს, მე ინტერესს კარგავს სხვებისადმი, არა იმიტომ კი არა, რომ სხვა გოგონები ცუდი არიან, არა, ნახა ის, ვინც უყვარს და ვისთანაც თავს გზნობს ყველაზე კარგად. აი ფიქრობს, აი მე ვიპოვე ის, ვისთანაც მინდა, თქვა, ვიცხოვრო და ურთიერთობა მქონდეს, ხო? ნეტარი ავგუსტინე ამბობს, თავისუფლება ზუსტად ესაა. თავისუფლება ესაა იპოვო ის, რაც შენთვის ყველაზე საუკეთესო და გიყვარდეს. და არა ის, რომ გამუდმებით არჩევანს აკეთებთ. თანამედროვე ეპოქაში რატო დაყავთ ეს არჩევანზე გამუდმებით ეძებენ? იმიტომ რომ არ იციან ეს სულიერი გამოცდილება, ნამდვილი თავისუფლებისა, სულიერი თავისუფლებისა ჩვენ ეპოქაში არ არის, არც მე არ მაქვს, არც ხებს არ აქვს უმრავლესობა, ძალიან იშვიათია ხალხი. ამიტომ მათ თავისუფლება ესმით, აი როგორც გითხარით, როგორც გამუდმებული არჩევანის კეთება. ამ ფაქტმა არასტორმა ხედვამ ძალიან დიდი გამოხატულება ჰპოვა, არა მარტო ფილოსოფიაში, არამედ ლიტერატურაში შეიძლება იმას გაახსენდეს, თქვა, წითელი და შავი სტენდალი, სადაც ერთ-ერთი რუსი არისტოკრატი ჟიულ სორელს ეუბნება, რომ თუ შენ გინდა იყო არისტოკრატი, ყოველთვის მოიქეცი იმისაგან განსხვავებულად, რასაც შენგან საზოგადოება ელოდება. ესე ესმით ადამიანის თავისუფლება, რომ აკეთო განსხვავებული სხვებისაგან. ანუ იმისაგან განსხვავებული, რასაც სხვები ელოდებიან. ეს ფუნდამენტალურად არასწორი. აქედან მოდის აი ეს არასწორი გაგება იმისა, როგორც თქვით, რომ ადამიანებს თავისუფლება ესმის როგორც ექსტრავაგანტულობა, როგორც განსხვავება სხვებისაგან. ეს ერთი გაგება. შემდეგი გაგება კიდე რა არის? თავისუფლებას უკავშირებენ ემანსიპაციას. ემანსიპაცია ესმით როგორც კანონებისაგან, რაღაც შეზღუდვებისაგან განთავისუფლება. რაც უფრო უარს ამბობ კანონებზე,
მით უფრო თავისუფალი ხარ. ეს ფუნდამენტალურად არასწორი. იმიტომ რომ შინაარსიანი ცხოვრება ყოველთვის გულისხმობს კანონებს და შეზღუდვას. აი კანტს მოყავს ესეთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ მტრედი, რომელიც დაფრინავს. რომ დაფრინავს ფრენის დროს გულზე ხვდება ჰაერი და ფიქრობს გულუფრთხილოდ რომ აი ეს ჰაერი რომელიც ჩემი ფრენისას გულზე ხვდება ხელს მიშლის ფრენაში. ეს ჰაერი რო არ არსებულიყო მე უფრო თავისუფლად ვიფრენდი. მაგრამ ეს ხო ილუზია, თუ ჰაერი არ იქნებოდა საერთოდ ვერ იფრენდა. ჩვენ თქვით რომ თავისუფლება ეს არის ცხოვრების ხარისხი. ცხოვრებისეული გამოცდილება. და აი ეს ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღება სულად, რაც უფრო მეტი კანონები, რაც უფრო მეტი სტრუქტურებია, მით უფრო შინაარსიანი ხდება ცხოვრება. აი ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. ავიღოთ თქვა რუსტაველი ან მოცარტი. რუსტაველმა გამოამჟღავნა საოცარი შემოქმედებით თავისუფლება, რასაც ვეფხისტყაოსანი დაწერა, ან მოცარტმა თავისი ოპერები, ან ნაწარმოებები, ხო ინსტრუმენტალური. მაგრამ ორივემ შეძლო ეს რატო გაეკეთებინა მოცარტმა, იმიტომ რომ კონტრაპუნქტის კანონები არსებობს და შოთა რუსტაველმა, იმიტომ რომ არსებობს ქართული ენის გრამატიკა, ენა, სტრუქტურა. წარმოიდგინეთ თქვენ რომ ქართული ენა არ არსებულიყო და მისი გრამატიკული სტრუქტურა, საერთოდ ასეც ვერ გამოხატავდა რაც შემოქმედებით თავისუფლებაზე ალაპარაკი. ადამიანი, რომელიც უფრო გამოავლეს თავის სწორ არჩევანს, სწორი ცხოვრების ხარისხს, ის ვინც აი ცივილიზებულ კულტურულ საზოგადოებაში ცხოვრობს თუ სადღაც უკაცრიელ კუნძულზე. რა თქმა უნდა ის ვინც საზოგადოებაში, იმიტომ რაც უფრო სტრუქტურიზებულია სახელმწიფო, რაც უფრო კანონები არსებობს, მით უფრო შინაარსიანი ხდება ცხოვრება. ჩვენ ამ საკითხს, როცა ზნეობრივ თავისუფლებაზე ვილაპარაკებთ, კიდევ დაუბრუნდებით. მესამე პარადოქსი რა არის? ამაზე ბევრი წინააღმდა მალაპარაკოს. რაც უფრო დამონებულია ადამიანის სიამოვნებას შეშენად რაც უფრო ნაკლებად აქვს თავისუფლება, მით უფრო უჩნდება ილუზია საკუთარი თავისუფლებისა. ამაზე ერთი მიზეზი ჩვენ ვისაუბრეთ, თქვით უკვე ერთი ზედაპირული მიზეზი ისაა, რომ ადამიანის გონია თავისუფალია, იმიტომ რომ ემსგავსება სელებრიტებს, სადაც ისინი ატარებენ და გონია რომ ეს მისი თავისუფლების თვით რეალიზაცია მოხდა, მაგრამ სინამდვილეში როგორც გითხარით, ემონება ვიღაცა საზოგადოებრივ სელებრიტებს და ასე შემდეგ. და მეორე არსებობს უფრო ღრმა მიზეზი ამისა, რომელზეც საუბრობს ბევრი ღვთისმეტყველი მამა და განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით საინტერესოა მაქსიმე აღსარებელის შეხედულებები. მაქსიმე აღსარებელი რასაუბრობს? აი წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ქმნის რაღაცას, აი ქანდაკება იქნება, წიგნს წერს თუ რაღაც სახს აშენებს, სანამ დაიწყეს მოქმედებას, მანამდე თავში აქვს გეგმა. რა უნდა განახორციელოს, გააკეთოს, ხომ ღმერთიც ესეა. ღმერთი რო ქმნიდა სამყაროს, ადამიანები იქნება თუ სხვა, ყველაფერს მისცა თავისი ლოგოსი. ლოგოსი ბერძნული სიტყვაა და ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს. ლოგოსი ნიშნავს სიტყვასაც, ნიშნავს საზღისსაც, ნიშნავს გეგმასაც, რისკენ უნდა განვითარდეს ამ შემდეგ. აი, ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ლოგოსი. ლოგოსი ეს არის პროექტი ღმერთის ამ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს. მაქსიმე აღსარებელი ამბობს, ყველა ადამიანს აქვს ლოგი სპერმატიკი. აი სპერმატიკა ეს თესლს ნიშნავს ბერძნულად. რისი თქმა უნდა? მაქსიმე აღსარებელს. აი ავიღოთ რკო. რკო არის მუხის თესლი. რკოში პოტენციაა მთლიანად ჩადებული, როგორი მუხა უნდა გაიზარდოს, ხო? აი ზუსტად ესეა. ღმერთი როდესაც ქმნიდა ადამიანი იქნება, ცხოველი იქნება თუ სხვა, ყველას ჩადო თავისი ლოგოსი, სპერმატიკა ეს არის ღვთაებრივი პროექტი იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ამ ადამიანმა. ეს ყველაზე კარგია მისი ცხოვრებისთვის. აი ჩვენ ტელეფონს ვყიდულობთ თუ ავტომანქანას ვყიდულობთ თუ რაღაც ინსტრუმენტს, უპირველეს ყოვლისა ვკითხულობთ მის ინსტრუქციას, რომ კარგად მოვიხარო ეს ინსტრუმენტი და არ გავაფუჭოთ, ხო? რატო? იმიტომ ვინც შექმნა ეს ინსტრუმენტი, იმან იცის ყველაზე კარგად როგორ უნდა მოიხარო და სად. აი ზუსტად ესეა. რაკი ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის შექმნა რაღაც გარკვეული წინასწარ განზრახულობით, თავისი ლოგოსი მიანიჭა. ეს არის ლოგი სპერმატიკი. როდესაც ადამიანი წმინდა ცხოვრობს, ის ხედავს ამ ლოგოს სპერმატიკას და მისდევს ღმერთის განგებულებას, ღმერთის ნებას. და როდესაც აი შორდება ღმერთს, ის იგონებს ლოგი ფანტასტიკი, ანუ ფანტასტიკურ ლოგოსებს ქმნის. ის ქმნის თავისებურ გაგებას, თქვა სამართლიანობისას, თავისუფლებისას, სიკეთისას, ბოროტებისას და გადაცდება აი ამ გზას. კიდევ რაც უფრო შორსა ადამიანი ღმერთისგან, მით უფრო უძლიერდება უნარი ასეთი ფანტასტიკური ლოგოსების შექმნა და ძალიან გამომგონებელია ამ თვალსაზრისით. ამის ილუსტრაცია შეიძლება ბიბლიიდან და ბიბლია, როგორც ადრეც ვახსენეთ, ადამიანის დევას დაცემა ეს გაძლევს ფუნდამენტალურ მატრიცას, რაში მდგომარეობს სოდვის არსი და რაში მდგომარეობს თავისუფლების დაკარგვის არსის, იმიტომ რომ აი ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხისეული თავისუფლება, როდესაც გამოაძევა ღმერთმა ისინი სამოთხე. ჩვენ თქვით, როგორ დაეცა ადამი და ევა.
როდესაც სატანამ ჩააგონა ევას, რომ ეჭამა აკრძალული ნაყოფი, რა გააკეთა ამის შემდეგ? შედეგი იყო ევამ შეხედა ამ ნაყოფს და თქვა, რა კარგია სამზერად და რა კარგია საჭმელად. აი ეს იყო პირველი აზრი, გულის თქმა. ანუ წმინდა მამები ლაპარაკობენ, ევამ ჩადო ლოგო ფანტასტიკი, ანუ ახალი საზრისი, კონსუმაციური საზრისი ჩადო აი ამ აკრძალულ ნაყოფში. თუ კი ეს აკრძალული ნაყოფი დანიშნულება იყო შეემოცნებინა სიკეთე და ბოროტება. ეხლა ევამ ჩადო მასში სრულიად განსხვავებული საზრისი, კონსუმაციური, რომ რა კარგია საჭმელად, რა კარგია საცქერლად. აი ცოდვით დაცემულ ადამიანს უბრალოდ ეს ემართება, ის სულ სხვა საზრისებს, სულ სხვა შინაარსებს სიტყვებში. თავისუფლება იქნება, ეს სიკეთე იქნება, ბოროტება თუ არ შემიძლია და ცდება. და ეს ძალიან საშიშია. აი წარმოვიდგინეთ ესეთი მაგალითი. აი ძველად, როდესაც გემის კაპიტანი იყო და გემი მიყავდა სადღაც, სარგებლობდა კომპასით, ხომ, რომ განესაზღვრა სადაა ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი და შემდეგ. და წარმოვიდგინეთ, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წესი ძალიან ბოროტი კაცია. გადაწყვიტა, რომ გემი და მისი ეკიპაჟი დაეღუპა და ჩუმად ხამე მიიპარა და იქ სადაც დევს კომპასი, ქვემოდან დაუდო მაგნიტი. ისე რომ არ ჩანს. ეს აკეთებს იმას, რომ კომპასი აღარ აჩვენებს სწორ მიმართულებას, ხომ? ჩრდილოეთ. ეს გამოიწვევს რას, რომ გემის კაპიტანი უყურებს არასწორ კომპასს, არასწორად წაიყვანს გემს და მის მაგრამ რომ მიიყვანოს დანიშნულების ადგილზე ჩაიკარგება სადღაც ოკეანეში და დაიღუპება. აი ესეთი ეფექტი აქვს. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო იგონებს ამ ლოგის ფანტასტიკის და თითქოს აი თავისუფლება უნდა იმის, რომ ნეტარებაში მიაღწიოს თავის ბედნიერებას, მაგრამ მიდის უბედურებისაკენ. ეს ლოგი ფანტასტიკის ხშირად ილუსტრაცია როლად მოყავთ მირაჟის მაგალითი. მირაჟის კაიგიათ ეს უდაბნოში ემართება ადამიანს. აი მიდის უდაბნოში საშნელი სიცხეა, დაღლილია, წყურია და ამ დროს ეწყება ჰალუცინაციები, ხედავს რომ სადღაც ოაზისია მახლობლად. წყალი, ფინიკის პალმები და შემდეგ და მიდის მისკენ. ეს მირაჟი არარეალური ელანდება. რაც უფრო უახლოვდება ამ მირაჟის შორდება და შორდება. უჩქარებს ნაბიჯს რომ აი წყალთან აჩელება მალე მივიდეს, მაგრამ აი ამ სიჩქარის გამო ეცლება მთელი ენერგია და კვდება. აი ზუსტად ადამიანები, აი როდესაც არასწორი ხედვა აქვს თავისუფლებისა, ბედნიერების მაგრად უბედურებამდე მიდიან, იმიტომ ჩვენ თავისუფლება რატო გჭირდება რეალურად. როგორაც არ უნდა განმარტავდეთ, ადამიანს თავისუფლება ჭირდება, რომ ხელი მიუსწებოდეს იმაზე, რაც ყველაზე საუკეთესოა, რაც კარგია, რაც მის გულს უნდა. მაგრამ ის არის ის კარგი რა არის. და ხედავს აი ამ არჩევანის შესაძლებლობას მხოლოდ აი მატერიალურ ხორციელ დონეზე. ეს არის როგორც გითხარით, ხორციელი თავისუფლება, რომელიც დაიყვანება არჩევანის თავისუფლებაზე, უნარზე. თავისუფლებაში ხედავს არა სათნობას, არამედ უნარს, რომელსაც მემკვიდრეობით იღებს. და ფიქრობს, რომ ამის დაცვა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ლეგალური, იურიდიული ხერხებით. და გარანტიის მოცემა, რომელიც ფუნდამენტალურად არასწორია. კიდევ მეორე, თავისუფლება უპირველეს ყოვლისა სათნოება. ახლა გადავიდეთ მეორე ტიპის თავისუფლებაზე, რა არის ნეობრივი თავისუფლება. ანთროპოლოგიური ფენომენია. აი პალეომოციკული ლაპარაკობს ყველა ადამიანში ჩადებულია ბუნებრივი რჯული. მიუხედავად იმისა, ეს მორწმუნეა, ათეისტია, ქრისტიანია, იუდეველია თუ სხვა. ჩვენში ჩადებულია ზნეობრივი კანონი, ანუ სინდისის ხმა. ზნეობრივი თავისუფლება რას ნიშნავს? ზნეობრივი თავისუფლება მიიღწევა კანონზე მორჩილების შედეგად. მისი საფუძველი პასუხისგებლობაა, პასუხისგებლობა კანონის წინაშე. აი თითქოს პარადოქსულად ჟღერს. აი კანტი ლაპარაკობს, შენ ვერ გახდები თავისუფალი, თუ კი არ დაიწყებ კანონებზე მორჩილებას, აქ გულისხმობს მორალურ პრინციპზე მორჩილებას. რისი თქმა უნდა. და ახალი აღქმა, მითი განსხვავდება, ძველი აღქმის სული ეს არის ათიმცნება. ათიმცნება რას ლაპარაკობს? არა იპარო, არა იქურდო, არა ცილისწარო, არა იმრუშო და ასე შემდეგ, ხომ? აკრძალვებია. არ გააკეთო. ან კანონის მორჩილებაა ასე. ამით მიიღწევა შემდეგ სულიერი თავისუფლება, რომელიც ახალ აღქმაში ეს არის ნეტარებები, ანუ მადლისმიერი თავისუფლება სული წმინდის მოქმედების შედეგად. ადამიანი თავისუფალი ხდება, როდესაც იწყებს კანონის მორჩილებას. რატომ? იმიტომ რომ კანონისადმი მორჩილება ადამიანს იცავს ცოდვისადმი მონებისაგან, ნებებისაგან. იმისათვის რომ ჭეშმარიტად თავისუფალი გახდე, უპირველეს ყოვლისა უნდა განთავისუფლებ ნებისაგან, ანუ ცოდვისაგან. აი ჩვენ ლექცია როგორ დავიწყეთ, ასამობდა იესო ქრისტე, რომ ვინც ცოდავს, ცოდვის მონა. სადაც არ უნდა წავიდეთ, რომელი რელიგიაში, ყველა რელიგიაში ადამიანი რელიგიური ცხოვრება იწყება აკრძალვებით, რაღაცას გიგრძელავენ. განთავისუფლდე, აი ამ ნებებისაგან და ცუდი მიდრეკილებისაგან. აი წავიდეთ ეს სიტუაცია, რომ შობელი აძლევს თავის შვილს დიდ თანხას, რომ მან ისწავლოს. ძალიან ძვირია, ხომ? აი კარგ უნივერსიტეტში ასწავლის თავის შვილს და უხდის უზარმაზარ თანხას. იმის მაგერად, რომ ისა შვილმა ლექციებზე იაროს და ისწავლოს,
რაღაც სხვაგან დადის, ან ნარკოტიკებს მიეძალება, ან კიდე ცუდ წრეში ტრიალებს, მისი მშობელი რაც ხას ამ შვილმა დაკარგა თავისუფლება, რათა გაეკეთებინა ის, რაც ჯერ არის. რადგან ამ ასაკში მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი ეს არის ისწავლოს, რომ მისი ცხოვრება იყოს მე წარმატებული და კარგი, ხარისხიანი, ხო? ასე იგი, აი ნახეთ, კანონისადმი მორჩილება თავისუფლების მიღწევის საშუალება, ის ზნეობრივი თავისუფლება ამ შემთხვევაში გულისხმობს რაღაცისაგან თავისუფლება. თავისუფლება შეიძლება იყოს თავისუფალი რაღაცისაგან და თავისუფლება შეიძლება იყოს თავისუფლება რაღაცისთვის. პირველი საფეხური ეს არის თავისუფლება რაღაცისაგან. კანონის მორჩილება გვანთავისუფლებს ცუდი ქვენა მიდრეკილებების თავისუფლებისაგან. ამის გარეშე თავისუფლებას ვერ გახდით. როგორ ესმის აი ქრისტიანობასაც და თქვა ფილო კანტი იქნება თუ სხვა თავისუფლება ესმის როგორც შესაძლებლობა უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრების მიღწევისა. როგორ ხდება ეს? ჩვენ თქვით რომ ადამიანი დედამიწაზე ცხოვრობს და ხდება ცათასასუფლების მოქალაქე. როგორ ხდება? იმიტომ რომ ცათასასუფლების კანონებს ემორჩილება. აი მაგალითად რუსთაველი ლაპარაკობს, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ეს არ არის მიწიერი კანონი. ეს არის ცათასასუფლების კანონი, ვინც ამას იცავს, ცათასასუფლების მოქალაქეობას იწყებს დედამიწიდან. რატომაა ეს? იმიტომ აი რუსთაველი ლაპარაკობს, საკი ადამიანის სული უკვდავია, ის მოწოდებულია იცხოვროს მარადისობაში. მაგრამ რომ მოკვდება, ეს ადრე ჩვენ თქვით, ვერ გადაიტანს აქ თავის ქონება, სახლი აქვს, დიდარი აქვს, სახელი აქვს, იმას ვერ გადაიტანს. სიკვდილის შემდეგ ფულს ვერ გადაიტანე, შეს პატივს, ცხოვრებას, სახლებს, სასახლეებს, მანქანებს და ასე შემდეგ. იქ შეიძლება გადაიტანო მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე. თუ შენ აქ დედამიწაზე გასცემ რაღაცა სიკეთეს გააკეთებ, აი ეს სიკეთე მადლი გადავა საიქიო ცხოვრებაში. აი ეს ლოგიკაა. რუსთაველი რასაც ლაპარაკობს, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, ემორჩილება იმ კანონს, რომელიც ცათასასუფლებელისაა. და ამიტომ ხდება დედამიწაზე ცხოვრების დროს ცათასასუფლების მოქალაქე. ანუ გზა თავისუფალი აქვს, რათა დედამიწიდან გადავიდეს ეცაში. აი ასე ესმით თავისუფლება, ესე ზნეობრივი თავისუფლება რა თავისუფლებაა, ზნეობრივი თავისუფლება ადამიანს ან თავისუფლებს იმ არასწორი მიდრეკილებისაგან, რომელიც სწორი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. როგორც გითხარით, აი ეს ზნეობრივი თავისუფლება ზოგად ადამიანურია. ყველა ადამიანს მოეთხოვება იყოს ზნეობრივი თავისუფალი, ანუ იგრძნოს პასუხისგებლობა სხვა ადამიანების მიმართ. კანონი რა არის? კანონი გვიგრძალავს დავაზიანოთ სხვა ადამიანი მოყვას იქნება თუ სხვათან ამოქალაქე თუ საზოგადოება თუ სახელმწიფო, ხო? ანუ ზნეობრივი თავისუფლება, როგორც კანტი ლაპარაკობს, ზნეობრივი თავისუფლება დგას უპირველეს ყოვლისა პასუხისგებლობის გზნობაზე. შენ როდესაც ხარ პასუხისგებელი რაღაცის მიმართ, მაშინ ხარ ზნეობრივად თავისუფალი, როდესაც ამის შესაძლებლობა არ გაქვს, არ გაქვს თავისუფლება. აი ესეთი თავისუფლება მომწიფებას გულისხმობს. შენ თავზე უნდა აიღო პასუხისგებლობა, რომ იცხოვრო საზოგადოებაში ზნეობრივი კანონების მიხედვით. შემდეგი საფეხური ეს არის სულიერი თავისუფლება. წმინდა მამებია, ადამიანი სულიერად თავისუფალია იმ შემთხვევაში, თუ მასში სულიწმინდა იწყებს თავისუფლად მოქმედებას. წინაპირობა ამისა ეს არის ზნეობრივი თავისუფლება, ანუ ადამიანი არ უნდა იყოს მიდრეკილი დამონებული ცოდვებისადმი. ეს წინაპირობა, ამიტომ გითხარით, აი ძველი აღქმა, ეს არის აკრძალვები, ანუ ამზადებს ზნეობრივი თავისუფლების ადამიანს და მერე მოდის ახალ აღქმაში, აი სულიერი თავისუფლება. მეორე პირობა ეს არის სწორი აღსარებლობა. ამიტომ თუ კი ეს სულიწმინდის მიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანში იწყებს მოქმედებას, ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი აღსარებლობის, სწორი კონფესიის დროს, სწორი რელიგიური ცხოვრებისას. ყველა ადამიანს გააჩნია სული, მაგრამ სულიერი ცხოვრება გულისხმობს კიდევ მეორე სულის მოქმედებას ადამიანში. რამოდენიმე ნიშანი არსებობს იმისა, რომ ადამიანმა მიაღწია სულიერ თავისუფლებას. რა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი სულიერ თავისუფლებისა? ჩვენ წინა ლექციაზე ვახსენეთ. სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად ადეკვატურია, ყველაზე მეტად შეესაბამება ღმერთს რა არის, ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, ეს არის სიყვარული. ანუ როდესაც სულიწმინდა მოქმედებს ადამიანზე, მისი სულიერი თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ ამ ადამიანს აქვს სრულყოფილი სიყვარული. არ განასხვავებს ცოდვილსა და მართალს და ყველა თანაბრად უყვარს. სრულყოფილია ის როგორც მამა. წინავები ამბობენ. ჩვენ რაკეა დაცემული ადამიანური ბუნება გვაქვს, ეს ჩვენთვის არაბუნებრივია. ჩვეულებრივი ადამიანური კანონი და მორალი დაიყვანება რა პრინციპებზე? თვალი თვალის წინ, კვილი კვილის წინ. ვინც მეკეთებს სიკეთეს, გაუკეთებს სიკეთეს, ვინც მეკეთებს მტრობას, მას მტრად მოვეკიდებ. ეს არის ბუნებრივი კანონი. ადამიანური ბუნების შესაფერისი, მაგრამ როდესაც მასზე სულიწმინდა იწყებს მოქმედებას, ის იღებს სულიერ თავისუფლებას, ანუ თავისუფლება აი ამ ადამიანური განზომილებისაგან და რა კი ორიენტირებულია ცათასასუფლებისაკენ, იღებს სულიერ თავისუფლებას.
ანუ იწყებს სიყვარულს მისი მტრებისას და ჩვენ ადრე წინა ლექციაზე ვთქვით, რომ ეს ფსიქოლოგიურად საერთოდ ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია გიხაროდეს შენი მტრის სიხარული. და წინამები ამბობენ, რომ ესო ძალიან ძნელია, მას სულიწმინდის გარშე ადამიანი ვერ აკეთებს. თუ არ განთავისუფლდა სულიად, აი სულიად განთავისუფლება ზუსტად აი მიწიერი ემოციებისგან. ესო მიიღწევაო სახურების სწავლით. წინამები რაც ამბობენ, როგორ უნდა გახდე სულიერად თავისუფალი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სათნოებებს სულიერად. როგორ ხდება ეს რა? აი თქვა ვიღაცა გდევნის, შენი მტერია და გავიწროებს, ხომ? პირველი საფეხური აი მტრის სიყვარულის დასაწყისისა რა არის? პირველი არის ის, რომ სამაგერო არ გადაუხადო. როცა შესაძლებლობა გაქვს მაგას ცუდი თქვა, ან ცუდი გაუკეთო, თავი შეიკავე ამისაგან. ეს არის პირველი საფეხური. მეორე საფეხური ეს არის, როდესაც დაინახავ, რომ მას უჭირს და შენ დახმარება შეგიძლია ეს დახმარება გაუწიო და იზრუნო მასზე. და აი წინამები ამბობენ, რომ ზუსტად ასე ზრუნვის დროს, აი სათნო ცხოვრებით ადამიანს ეძლევა უნარი აი ამ მტრების სიყვარულსა და ამაში ვლინდება მისი სულიერი თავისუფლება. აი პალეომოციკული ლაპარაკოს მე ვიყავი, რომ სიცოცხლე რო აიტაცეს, ვიხილეის ისი გამოხატვა ადამიანური სიტყვებით არ შეიძლება. ეს გულისხმობს როგორც ნეტარებასაც. სხვანაირი ხდება ადამიანი აი სულიერი თავისუფლების შედეგად, იმიტომ მასში იწყებს ცხოვრებას სულიწმინდა და ღმერთი. მეორე თვისება რა არის სულიერი თავისუფლებისა? ადამიანს აღუდგება ნეტარი აგვისტინას სხვა წინამები ლაპარაკობენ ნებელობის თავისუფლება. რა იგულისხმება ნებელობის თავისუფლებაში? ჩვენ თვითონ უნდა გავასხავთ ნების და ნებელობის თავისუფლება. ხანდახან ფილოსოფოსები პირველი და მეორე რიგის თავისუფლებას ეხება. რა იგულისხმება ამაში? ნების თავისუფლება რას ნიშნავს? ნების თავისუფლება ნიშნავს, როდესაც შენ რაღაცის ნება გაქვს და მისი აღსრულების შესაძლებლობა. აი ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს ნების თავისუფლება. მაგალითად მე მინდა წყალი დავლიო და უბრძანებ ჩემ ხელს, რომ აი ჭიქა ავიღო, წყალი დავლიო, ან ლექსია გავაგრძელო, ან ლექსია შევწყვიტო, ჩემი სხეული მემორჩილება. ეს ნების თავისუფლება. მაგრამ არის ნებელობის თავისუფლება. ნებელობის თავისუფლება ნიშნავს ნება აერჩიო შენ. აი მაგალითად ადამიანი ეწევა სიგარეტს და აღარ უნდა მოწიოს. ნებელობის თავისუფლება არა, როცა გადაწყვეტს, რომ სიგარეტი აღარ მოწიოს, უნდა შეძურდეს სიგარეტი აღარ ეწეოდეს. აი თქვა ფიქრობს, რომ იმისათვის რომ ხარისხიანი ცხოვრება მქონდეს, კარგი იქნება შევისწავლო მაგალითად ან პროგრამირება, ან რომელიმე უცხო ენა, თქვა ან ჩინური, ან ინგლისური, ან არაბული, ან რაღაც და უცებ მთელი ენერგია მიიქცევ და შეუყვარდება ეს საქმე. ეს უნარი უკვე აღარ აქვს. ხშირად ლაპარაკობთ, ჩვენ გულს ვერ უბრძანებთ, რა უყვარდეს და რა შეძულდეს. არ შეგვიძლია ჩვენ თავს უბრძანოთ რაღაც საქმე, რომელიც ცუდია, შეგძულდეს და რაღაც კარგი, რომელიც კარგია, შეგვიყვარდეს. ეს უნარი ჩვენ გქონდა, ადრე დავკარგეთ, წინამები ამას ლაპარაკობენ. სანამ ადამიანი დაეცემოდა, მანამდე ჩვენ ადრე ხო ვილაპარაკეთ, სული სამი ნაწილისგან შედგება გონიერი, ნებელობითი და აპეტიტური ნაწილი, ხო? აი ესენი ემორჩილებოდნენ გონებას. სახარებაში ესეთი რაღაც წერია, რამოდენიმე მახარობელი ერთნაირად ამოწევს ამას. როდესაც უფალი შიმშილობდა 40 დღის განმავლობაში უდაბნოში, რომ დაამთავრა 40 დღიანი მარხვა, მერე შეემშია. მანამდე არ მოშივდა იესო ქრისტეს, სანამ გონებამ არ მიცა სანქცია, რომ მოშივებოდა. ეს უნარი ქონდა, როგორც გითხარით, ადამს და ევას დაცემამდე. აი ეს დავკარგეთ. ნეტარი ავგუსტინე ლაპარაკობს, რომ ფუნდამენტალური შედეგი ცოდით დაცემის არის ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ღმერთის სიყვარულის უნარი. ნებელობის უნარი. აი ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი მცნება აქ იყორდეს ღმერთი, მთელი სული, მთელი გული, მთელი გონებით და მთელი ძალით ეს უკვე აღარ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავს უბრძანოთ, რომ ჩვენი გული, ჩვენი მისწრაფეები იყოს მიმართული იმისაკენ, რაც კარგია. და მივეჯაჭვეთ ამ სოფელს. და ამიტომ აღარ ემორჩილება ჩვენი ნებელობა ჩვენს გონების ხმას. აი ამით დავასრულებ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.